როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ გრძნობებზე, ემოციებზე. რაცა ვამბობთ გრძნობას და ემოციას, ყველა ველოდებით, რომ რაღაცა განსაკუთრებული სიყვარული ამოვა, მაგრამ ემოცია უარყოფითიც არსებობს, ამიტომ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად, რაც უფრო მეტად გვეცოდინება. მე ყოველთვის ვეძახი ტაროს შპარკალკას ეგრეთ წოდებულს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით და მიმდევარია ტარო. წამკითხველია ყოველდღიური ფიქრების, ემოციების და აქედან მიხვდებით თუ რა შეიძლება გამოვიდეს. ზედმეტად არ ქონდეს მერე მოლოდინები. ნახოთ აბა ემოციები, ყველაფერი. რასაც ჩვენს მიმართ განიცდის, დადებითი უარყოფითი, მოკლედ მე არ ვაკონკრეტებ, რაც ამოვა, ისე ამოვა. მისი ემოციები შენს მიმართ როგორია? როგორი არის? წინა გაშლაში იყო სხვათა შორის ხუთიანი პენტაკლის ენერგია, არ ყოფნის ამ ადამიანს, ამაზე არ ვმჯელობ, ანუ რასაც უყურებ ქვემოთ იმას ვამბობ. არ ყოფნის ამ ადამიანს და არის ემოციურ შიმშილში, დეფიციტში. გრძნობა არის, გაღიზიანებული ეს ადამიანი. მართლა რაცა როგორ მოჭიმულია. გრძნობს, რომ რაღაცას არ ამბობს, თან არ უნდა თქვას თუ რამდენად მნიშვნელოვანი ხარ მისთვის, რამდენად ემოციურ კრიზისს განიცდის და ურტყამს პირდაპირ ეგოზე, არა და გრძნობაში ამოდის ზუსტად ის, რომ ეჭვიანობს, ყველაფერი აინტერესებს შენზე და თან უნდა რომ გადმოსცეს ეს ყველაფერი, მაგრამ აი აქ მე რა მომწონს ამ 6-იან პენტაკლში და ზოგიერთ 6-იან პენტაკლებში არ არის ისე გადმოცემული, მაგრამ თავარი არსი არის ის, რომ მიცემა გაცემის ბალანსი ყველაფერში უნდა იყოს დაბალანსებული. აი მე მაგალითად ელემენტარული შენ მოგწერე და შენ მე რო დამსინავ, ეს არ არის დაბალანსება. შენ უნდა გამცე პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა რა პასუხს გამცემ. ამიტომ ზუსტად ეს არის, რომ ამან რამე რომ გითხრას ან თუნდაც რა ვიცი, მე მოგწეროს, არ აქვს მნიშვნელობა ამ პიროვნება. უნდა იყოს დაბალანსებული ეს ყველაფერი, მაგრამ რაღაცა ისეთ უარყოფით ენერგიებშია, რომ თითქოს არ ელოდება იმას, რომ თვითონაც იქნება ადეკვატური, კი ბატონო, თვითონაც არ იქნება ადეკვატური, რადგან სულ არის манипуლაციური. ეს ადამიანი არ არის მიჩვეული ურთიერთობაში, რომ იყოს გულწრფელი. გულწრფელობაში იმას არ გულისხმობ, რომ მატყუარა ან რაღაცა. გულწრფელს გულისხმობ, რომ თუნდაც ესე რომ განიცდის, რომ ეჭვიანობს, რომ თქვას ეს გულწრფელად და დააბალანსოს ეს ენერგია. ამიტომ არ ახასიათებს ეს, არ ახასიათებს და გამოდის მაგარი არასწორი ურთიერთობაში. თავარი რასაც იმედია ოდესმე მაინც მიხვდება, თან კი არ მიხვდება, უბრალოდ მოთხოვნა აქვს, რომ მე მინდა, ამ ადამიანს აქვს მოთხოვნა, მე მინდა, მაგრამ არ უკვირდება იმას, რას გაძლევს ამ ურთიერთობაში. გეგონება, რომ ესე უნდა იყოს, მსჯელობით იდეალურად შეიძლება მსჯელობდეს ამ ყველაფერზე, რომ უნდა იყოს ორმხრივი გრძნობა, არც მეტი, არც ნაკლები, ყველამ ერთად უნდა გასცეს და მთელი ამბები, მაგრამ ფაქტი ცოტა სხვას ამბობს. ესე იგი, არ აქვს ჩანსახი გადმოცემა და მოითხოვს ყოველთვის გაგებას. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელსა, მაგრამ ძალიან მოზარდულ ენერგიებშია. ძალიან რთულია მისი გაგება და შესაბამისად მასაც არ შეუძლია გაგება. მაგრამ რა თქმა უნდა, უარყოფითი ემოციები და რაც ახლა მე ამას ვუყურებ, ტანჯავს, რა თქმა უნდა, ეს დამტანჯველია და ემოცია აქვს და შენ მისთვის სულ ერთი არ ახარ. 10,000 ამოდის აქ და ნახოთ ახლა 10,000, 5,000. ესე იგი, მერთო ჩემო, რაღაცა გული ტირის, სული ტირის, რა ვიცი, რაღაც მელოდრამაა ჩვეულებრივი, ახლა აქ რასაც მე უყურებ, ერთმა იცის, რომ უყვარს, მეორემაც იცის, რომ უყვარს და ცალ-ცალკე ტანჯვა და რაღაცა იმის მაგივრად, რომ პირდაპირ გამოხატო ეს ყველაფერი არ არის გამოხატული. რა უბედურება, კაცო, ამდენი პაჟი და რაინდების ხმლები. ადრე იყო 90-იანებში ესეთი ტიპაჟები რაღაც ძალიან დესტრუქციულად რო იქცეოდნენ ურთიერთობაში.
და როგონია რომ მართლა უყვარხარ, მაგრამ ისეთი ქცევა აქვს, რომ სიყვარულის გარდა ყველაფერი არ არის ჯანსაღის ადამიანი, აქ უკვე უნდა იცოდეთ, რომ ეს პიროვნება განსაკურნებელია ჩვეულებრივად. კი არ მინდა ვთქვა, რომ ავად არის. განკურნებას ნიშნავს, რომ უნდა მივიდეს ფსიქოლოგთან. ყველა ჭირდება ფსიქოლოგი მართლა. თქვენც დაგტანჯავთ და მის თოსაც იტანჯავს. რაღაცას ითხოვს, რას ითხოვ? სიყვარულს ითხოვს, რომელიც ისე არ არის გადმოცემული, როგორც მას უნდა. მისი ხედვით უნდა იყოს ყველაფერი. შენ ტყავიდა რომ გამოძვრე, არ დაინახავს იმას. ეს უნდა იყოს ზუსტად ისე ნაკარნახები, როგორც მას წარმოუდგენია. რას ითხოვ? ნახე. ბავშვია ჩვეულებრივ, პაჟების პარადიმა აქვს აქ. რას ითხოვს და გულწრფელობას, გაგებას, რაღაცა ძალიან ბავშვურ ალალ ურთიერთობას, თითქოს სიმარტივესაც ითხოვს, ვნება, ყველაფერს ითხოვს, გასაგებია რასაც ითხოვს. ყველაფერი უნდა იყოს დამტკიცებული, ან ინტიმური ურთიერთობით, ან კიდე ყველაფერი უნდა იყოს დამტკიცებული მოქმედებით. შენ მაგალითად რამეზე თუ იქნები განაწყენებული მასზე, ეს უნდა გადადო გვერდზე, იმიტომ რომ გინდა არ გინდა, უნდა აჩვენო ამას. თორე თუ არ აჩვენებ, მე არის პროტესტი. იმას იმახსოვროს მე ძალიან ცუდად. არდა როგორი საანტრელი ხარ და როგორი კარგი ხარ. შენ მასზე მეტად ხარ ჩამოყალიბებული ემოციურად, მაგრამ შენ ძალიან, მოდი ესე ვიტყვი, ხა შენ თუ რასაც მევყვები და ამ ისტორიაში ძალიან დიდი როლი გაქვს და დღემდე ხარ, შეიძლება უბრალოდ ისმენ, მაგრამ თუ ხარ არანაკლები პრობლემები გაქვს შენ. იცი რატო? თასების დედოფალი ძალიან ემოციურია. და რაღაც მომენტში თასების დედოფალი ისტერიულიც არის. თასების დედოფალი კიდე არის საყვარლის პოზიციაც მაგალითად, ამიტომ თქვენ მოიგეთ ახლა თქვენზე. ზოგად გაშლაში მაინც უნდა იყოს ყველაფერი გახსნილი, რომ წამოვიდეს ეს ნაკადი თქვენთანაც საპასუხოდ. ემოციურად თქვენ ერთმანეთი გჭირდებათ და ავსებთ, მაგრამ ეს არ არის დიდების სიყვარული. არ ჩენ ხარ დიდი, ძალიან ისე ამასთან შედარებით კი ხარ დიდი, მაგრამ ისე. დიდს არ გულისხმობ ასაკობრივს. მაგრამ რაღაცნაირად ამით კი არ მინდა ვთქვა ხა ერთობითო, მაგრამ ისეთი მძაფრი ემოციები შემოდის, რომ ამას უკვე აქცევთ ყურადღებას და რაღაცა სერიოზულად გეჩვენებათ, მაგრამ მე რასაც უყურებ, ეს არ არის სერიოზული. ჩაუღრმავდი საკუთარ თავს, საკუთარ ემოციებს და საერთოდ რაზე ნერვიულობ, ეს ურთიერთობა არის, ტყუილად ეხა საქმე რო არ გაქვს ადამიანს და ამას აშლევინებ ნერვებს. სხვანაირად არ შემთხვევით იცით ახლა ჩემი ამბები, მე მიკიბულ ლაპარაკს არ დავიწყებ ახლა აქ და გაგებას. რომ გაგიგოთ რაღაც დეტალებში, იმიტომ რომ ახლა ყველას ვერ გავუგებ ნამდვილად, მაგრამ ჩემი ვალია ყველაფერი თქვა ისე, როგორც საჭიროა. შენ გინდა სტაბილურობა, მაგრამ სტაბილურობა არის შენში და არა ამ ურთიერთობაში. და მისგან დღესდღეობით სტაბილურობას თუ ელოდები, ტყუილად ელოდები. თავი პრობლემა რა არის შენში აქ? თავი პრობლემა რა არის? ახლა ძალიან რა ეს თუ პრობლემა, შენ ხარ საოცრება, რაღაცა სიყვარული ჩახუტება, შენთვის სიყვარული არის რაღაცა სალკე სამყარო, რაღაცა ახლა მეც ხო ქალი ვარ, მაგრამ მასე არ უყურებ სიყვარულს. არც არასდროს არ უყურებდი, მოზარდიც ხო ვიყავ. შენთვის რაღაცა განსაკუთრებულია. სხვა შეგრძნება. ზღაპარია და ზღაპარი ცხოვრებაში ცოტა სხვანაირად არის გადმოცემული და ეს არის მთავარი პრობლემა. შენი ხედვა სიყვარულზე როგორია, მაგრამ პერსონაჟი სხვა არის აშკარად. ამასთან არ გამოდის ესე. მისი მთავარი პრობლემა რა არის? იმდენი პრობლემა ვთქვი, მაინც ნახოთ მთავარი პრობლემა. ლიდერული ხასიათები ნახე, მე მინდა დომინანტობა, მივიღო, გავიმარჯვო. ამ ურთიერთობაში და ზოგადად ურთიერთობაში უნდა იყოს, სულ ტაში უნდა დაუკრა და აპლოდისმენტებით გააცილო ეს ადამიანი, რომ რაღაცა კიდე გამოგადგეს. ქება დიდების მოყვარული ადამიანია და კანდიდების მანიაც აქვს. ეხლა ამას რო ასეთი კანდიდების მანია აქვს და შე რო ძალიან სათნო გოგო ხარ, რომელსაც სიყვარული უნდა, როგორ წარმოგიდგენი აქ? რა თქმა უნდა არა.
არ გამოდის აქ ისე როგორც საჭიროა. გოგონებო, აქ ისეთი მესიჯი მოდის, გინდა არ გინდა ემოციურად უნდა გაიზარდო და ჩამოყალიბდე. კიდევ ვიმეორებ, ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. გოგონებს რომ აკვირდები, ეს უფრო ჩამოყალიბებულ ასაკში ემართებათ. ის ალბათ რაც არ არის გავლილი ადრიან ასაკში, არ ვიცი, ყველას თავისი მიზეზი აქვს და თქვენი მოლოდინები გაქვთ, მას მისი მოლოდინები აქვს და ორი ესეთი ადამიანი შეასკდით ერთმანეთს და გამოვიდა ესეთი ძაფ სიუჟეტიანი მელოდრამა. მე ყველას გელოდებით კომენტარებში ძალიან მიყვარხართ და ეს love story-ები ჩემთვის არის როგორ თქვა, ერთგვარი გამოცდილებაც და იმდენი გამოცდილება დაგროვდა უკვე, რომ მართლა შემიძლია დავინახო ის როგორც არის და თუ გაითვალისწინებთ, ისევ თქვენთვის მინდა და თქვენ დარჩებით მოგებული. დროებით